აი ვინაიდან საქართველოში ყველაზე უნიკალური თავისი კვართი ქრისტემ ჩვენ ჩაგვაბარა ჩემო საყვარელო მართა, ამიტომ ჩვენ უამრავი მტერი ყავდა ოდითგან და შეიძლება ითქვას საქართველოში განუწყვეტელი შემოტევა იყო მტრისგან. ამიტომ ქართველებს უწევდათ ყოველთვის მცირე რიცხოვანი ჯარით მრავალრიცხოვანი მტრის მოგერიება. ამიტომ აი წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში ასეთმა ბრძოლებმა საქართველოში ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნება. ანუ ხელოვნებად აქცია, კულტურად აქცია ქართველმა ხალხმა, იმიტომ რომ აკვირდებოდნენ რა დროს როგორი იარაღი გამოეყენებინათ, რა დროს როგორ ებრძოლათ სტრატეგიულად, გაწაფულნი იყვნენ სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა სახეობის ბრძოლებით და აი ღვთისმადლითა და წყალობით ჩვენ გვაქვს და თან თავისი წესები ქონდათ ამას. ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ასე კი არ იყო, ვისაც რა მოუნდებოდა და როგორ მოეპრიანებოდა ისე შეექმნა. საგანგებოდ ჩამოყალიბდა წესები, რომელსაც დაერქვა ზნენი სამამაცონი. ანუ ესე იგი მამაცის კანონები იყო. მამაცი ქართველი მებრძოლი, რომელიც ითვლებოდა ესე იგი ჩვენი ამ მიმდინარეობის ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატად უნდა დაეცვა ამ მამაცობის ზნენი. ანუ ზნე ნიშნავს, რომ ესე იგი ზნეობა რა, ანუ დაეცვა კანონი. აი ნახეთ ახლა ქართლის ცხოვრებაში როგორი ფრაზა წერია. აჰა, ჩვენცა ხელნი ხრმად, ხრმლად, ხმალიო რა ძველ ქართულად და სულნი ღმრთად. ანუ სულიო ღმერთისთვისო და იცით თქვენ რომ სული როგორც ღმერთს აქვს მარადიული ჩვენც ასეთი მოგცა და ხელში კიდე ხმალიო. ანუ ფაქტობრივად ქართველი კაცი ოდითგან ლოცულობდა და ღმერთისთვის ლოცულობდა და სიცოცხლეს თმობდა და ხელში ხმალი ეჭირა და განუწყვეტლივ იცავდა თავის ზნეობას, თავის სარწმუნოებას, თავის ტრადიციებს, რომ გადაეცა მერე მომავალი თაობისთვის და აი ამ ყველაფერმა დღემდე და თქვენამდე მოაწია. ღვთისმადლითა და წყალობით, ჩემო ძვირფასებო, დღესაც ასეთი საბრძოლო ხელოვნება აღორძინების პირასაა, დაიწყო უკვე ბავშვებიდანვე უკვე ამზადებენ ასობით და ათასობით ასეთი მოზარდები ყავს ამაში ჩაბმული, თქვენ გაგიგიათ ხრიდოლი, აი ასე ქვია, ხრიდოლი, რომელიც აი ამ ესე იგი ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებას ემსახურება. ეხლა მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო რამოდენიმე ფაქტი. აი უყურეთ ახლა ერთ-ერთი ასეთი საოცარი მებრძოლები ყავდა ქართველებს, რომ თურმე გივი მასწავლებელო ბრძოლის წინ დადებდნენ სანიძლაოს. რომ ასე ერქვა ამ სანიძლაოს, რომ გავალ და გამოვალო მტრის ჯარშიო. რა იგულისხმებოდა? აიო, მტრის ორი ბანაკი ხო დადგებოდა ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. უცბად მაგალითად შოთა ბერიძე, ჯავახი შოთა ბერიძე და ალეკომ რო დადონ ახლა მიძლავი. და შოთა ბერიძემ რო თქვას, რომ მე ახლაო მაგ ყიზილბაშების ჯარში, მტრის ჯარში გავალ და გამოვალო. თურმე სანამ ომი დაიწყებოდა, მარტო კაცი შოთა ბერიძე სიყვაზე თავისი ცხენით წავიდოდა მარტო კაცი მტრის რაზმისკენ. იმათ ხო გაუკვირდებოდათ ახლა ერთი კაცი რომ მოდის, აბა რა უნდა გაიგონ? ხო და ესე გძლად ხო იყო ეს ჯარი. ერთ-ერთი ფრთიდან დაიწყებდა თურმე და ესე გავიდოდა ბოლომდე დახოცავდა სუყველას. მერე აქედან გამოყვებოდა კიდე სუყველას დახოცავდა, ესე გავლა და გამოვლა ამას ერქვა. და
რა თქმა უნდა, თუ გადარჩებოდა, დაბრუნდებოდა და ალეკოც ეთყოდა გამარჯვება შენია და რაზეც დანიძლავდნენ, ეხლა რაზე დანიძლავდებოდნენ? ალბათ პურმარილზე, ქართულად რაღაცა ხინკალზე ან რაღაცაზე და ჭაშნიკის ხინკალზე დავასრულებოდნენ ალბათ. და წარმოიდგინეთ რა დონის ლუმურ ხინკალზე მას. ხო, დიახ, ხო, ზუსტად მას. ხო, აი ესეთი საოცარი რამ. ეხლა ჩვენ ერთი მაგარი მეფე ყავდა ბავშვებო, ფარსმან ქველი. ფათაშორის გივი მასწავლებელო, განსაკუთრებით უყვარდა ეს მეფე ჩვენს მეუფე თადეოს. აუ, სუპირზე ისე უყვარდა ხოლმე. აი ნახეთ რა წერია. ხოლო ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემმნდობელი, ასაკითა შვენიერი, კანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიშარი, ვითარცა უხორცო. ანუ ისეთი უშიშარი იყო, რომ თითქოს ხორცი არ აქონდაო რა, ესეთი უშიშარი, რა საოცარი დახასიათება გვაქვს, ეს ძველი ჩანაწერია. ერთ ბრძოლაში მეფე ფარსმანს ბუმბერასთან შერკინებაში 17 ნარჩევის სპარსი ფალავანი დაუმარცხებიაო. ესეც ისტორიას შემორჩა. უამრავი ასეთი განსაკუთრებული მებრძოლები ყავდა, რამოდენიმე დასახელებულია, სახალხო გმირი, მაგალითად შეთე გულახაიძე. ასეთი უკვე საკმაოდ ხანდაზმული ბრძოლაში პირდაპირ კი არ ეკვეთებოდა მტერს, არამედ წინმალაყით თავზე გადაელვებოდა პირველ რიგს და იქა დავზრიალდებოდა ორი ხმლით. ანუ რას ნიშნავს ესე იგი? გავარდებოდა, ეჭირა ეტყობა ჯოხი, ჭოკი, ამით გადახტებოდა, ამოტრიალდებოდა რამდენჯერმე და მტრის რაჟმში შუაში ჩავარდებოდა რა და ორი ხმალი ეჭირაო და დაერეოდა თურმე. წარმოიდგინე ესე იგი როგორი ძლიერი მებრძოლი იყო, რომ დიდი არეულობა შექონდა. ერთ კაცსაც კი ამხელა არეულობა შექონდა და მე რო აირეოდა ჯარი, უკვე მეფე ბრძანებდა თავდასხმას და ჩვენი რაზმი იწყებდა ასე ომს. ქართულ საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილი, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართულ საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები. ახლა მინდა რამოდენიმე მათგანი გითხრათ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს სოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, ანუ კანონების ერთობას, საბრძოლო სახეობებს, სხვადასხვა სახეობები იყო, კურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებსა და ცეკვებს, რაც თავის მხრივ კიდე იყოფა სხვადასხვა სახეობებად. სოფლმხედველობრივი დოქტრინა სამი ნაწილისგან შედგებოდა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. ახლა ნახეთ საბრძოლო სახეობები როგორი ქონდა ქართველს. ფარიკაობები, კრივობები, კრივი აი ბოქს რო ეძახით, ჭიდაობები, ხანჯლაობები, ასევე მკურნალობის მეთოდები, სამკურნალო ბალახები, მატე, ასე უკონტაქტო მასაჟი ერქვა, მასაჟები სხვადასხვანაირი, სამკურნალო აბანოები, თამაშობები, ჩემო ძვირფასებო, ლელო აი დღეს რაგბის ნაირი თამაში როა, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ, აღზრდის სისტემებს, მთიელთა აღზრდის სისტემები რები იყო: ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები, ფიზიკურ განმაჯანსაღებელი ვარჯიშები, ყოფილა თურმე სუნთქვითი ვარჯიშები ცალკე, ზოგადი მოსამზადებელი ვარჯიშები, ფსიქოლოგიური ვარჯიშები და ასე შემდეგ. სიმღერებზეც გადავიდეთ. საბრძოლო სიმღერები ყოფილა ჩემო ილია, ბრძოლის წინ სიმღერა, ასეთი
ბრძოლის შემდგომ სიმღერა, ბრძოლის დროს სიმღერა, ესე იგი შუა ომების დროს ქართველები ღეროდნენ და ვაშკაცურად იბრძოდნენ. სამკურნალო სიმღერები, საფერხულო რიტუალური და ასე შემდეგ. საბრძოლო ცეკვები, ბრძოლის წინ ცეკვა, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო რიტუალური როკვები და ასე შემდეგ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, მინდა რამოდენიმე ეს ზნენი გაგაცნოთ, აი ქართველი კაცი, ეს არის ძალიან საინტერესო ზნენი სამამაცონი, მხედრული კოდექსი ჰქონდათ. კოდექსი ანუ კანონები, რომლის დარღვევაც არ შეიძლებოდა. სულ ქართველთა ზნენი 365 პირობითი რიცხვისგან შედგებოდა. წმინდა გიორგის საპატივსაცემულოდ. იცით თქვენ, რომ წელიწადში 365 დღე არის და ასე ამბობენ ხოლმე, რომ საქართველოს 365 წმინდა გიორგიაო. ანუ ნიშნავს, რომ ყოველ დღე არის წმინდა გიორგის ხსენება. აი, ჩვენ ხო წმინდა გიორგის ქვეყანა ვართ და ჩვენი მფარველია, ჩვენი ერის მფარველია წმინდა გიორგი და სინამდვილეში 365-ზე მეტი ყოფილა წმინდა გიორგის სალოცავი. ეს პირობითი ციფრი ყოფილა 365 და აქაც ეს ზნენი რო შეაგროვეს 365-ს ეძახიან პირობითად, თორე რა თქმა უნდა ესეც ბევრია. ხო, ჩვენი წინაპარი კაცრად იცავდა ზნეობის კოდექსს, მისი ცხოვრობდა და ხელმძღვანელობდა. ზნენი თვითონ თავის თავში აერთიანებს რამოდენიმე მიმართულებას, როგორიცაა სამამაცო ზნენი, საოჯახო ზნენი, საზოგადოებაში მოქცევის ზნე-ჩვეულებანი, უფროს უმცროსთან მოქცევის წესი, მანდილოსთან მოქცევის წესი, ნადიმზე ანუ სუფრასთან მოქცევის წესი, წვრთნა ბეჯითობის წესი და ასე შემდეგ. მე ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩვენ ახლა ამ გასაკვეთით მეორე ნაწილს ვამთავრებთ გიви მასწავლებელო და გადავდივართ. ანუ პირველი იყო ღმერთთან ურთიერთობის წესი, მეორე არის სამშობლოსთან ურთიერთობის წესი და ამ ხრიდოლით ჩვენ ვამთავრებთ ამას და დაგვრჩა ორი ნაწილი. მესამე იქნება ადამიანებთან მოქცევის წესი და ბოლო 8 გასაკვეთით იქნება ეთიკეტები. აი, ეხლა რაც წავიკითხეთ. სიტყვაზე თეატრში მოქცევის წესი, მგზავრობაში მოქცევის წესი, გაცნობის, სტუმრობის დროს და მასპინძლობის დროს მოქცევის წესი, სუფრის გამართვის წესი, როგორი ტრადიციებია, ესენი უნდა ყველაფერი გასწავლოთ ჩემო ძვირფასებო. ახლა ქართველ მეომარს ჰქონდა 3 ძირითადი წესი. ეს არის ძალიან საინტერესო. პირველი, ბრძოლა რომ დაეწყო, ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად მართალი. ნახე გიvi მასწავლებელო, აი სიტყვაზე მე რაღაცა აუხირდი ვიღაცას, ხო, ან ვიღაცასთან ვერ მოვიქეცი სწორედ. თუ მე არ ვიყავი მართალი, სამართალი არ იყო ჩემს მხარეზე, მე იმას ბრძოლას არ ჩავებნებოდი. დაუთმობდი თურმე. აი ესეთი ზნენი ქონდა. ანუ თუ სამართალი, სიმართლე ჩემ მხარეზე არ იყო, მე ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ მივიღებ. მეორე, ბრძოლის დროს არ უნდა აღელვებულიყო ჭრილობას თუ მიაყენებ და მოწინააღმდეგე. ესე იგი უნდა ყოფილიყო მშვიდად უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა, რადგან განრისხება ნიშნავს გონების სრულ ან ნაწილობრივ დაბნელებას და ის ვეღარ შეძლებდა გამარჯვებას. ხედავ? ანუ სიმშვიდე ყოველთვის უნდა შეენარჩუნებინა ქართველ მებრძოლს. იმიტომ რომ როცა ესე იგი განრისხდებოდაო, უკვე შეცდომას დაუშვებდა და დამარცხდებოდაო. მესამე, მას უნდა შეესრულებინა დანდობის წესი. დანდობა რა? ბრძოლა თუ ხდებოდა ქართველთა შორის, ის დანდობით ებრძოდა მოწინააღმდეგეს. ამ 3 პირობას უსიკვდილოდ იცავდა ქართველი ადამიანი. ანუ რას ნიშნავს? თქვათ, მოგვივიდა მე და ილიას ისე მოგვივიდა, რომ შევებით 1-1-ზე. ხო და
თუ ილიამ გამაგდებინა ხმალი, ხო? სიკვდილით კი არ ვშის, დამიმდობს მე და მეტყვის, რომ შენთვის მიჩუქნია სიცოცხლეო. აი ესეთი დაამარცხებდა ჯერ, მაგრამ სიცოცხლეს აჩუქებდა. ესეთი დანდობის წესი ჰქონდათ ქართველ ვაჟკაცებს. ქართველი მეომარი, მხედარი, მუდმივად უნდა ყოფილიყო ფორმასა და მზადყოფნაში. თურმე არ შეიძლებოდა სიტყვაზე ყანაში მუშაობის, ანუ ენახში მუშაობის დრო დააღლა გივი მასწავლებელო, იმიტომ რომ თუ დაიღლებოდა, უცბად ომი რო დაწყებულიყო, როგორ გაიბრძოლებდა, ესე იგი თავს უფრთხილდებოდა. იმ დონეზე არ იღლებოდა, რომ ბრძოლის თავი არ ქონდა. მერე თურმე უნდა ქონოდა სულ გამზადებული საბრძოლო ჩანთა, სადაც ეწყო შესაბამისი ნივთები, რომელიც ბრძოლისთვის სჭირდებოდა. ეს პატარა ჩანთა სულ გამზადებული ქონდა თურმე მებრძოლ ქართველს, იმიტომ რომ ომიო ძირითადად შუაღამისას იწყებოდაო და ღამე ხო არ დაიწყებდა გამზადება საბრძოლველად, ეგე რომ ფაქტობრივად სულ მზად იყო საბრძოლველად ნებისმიერ დროს. ნადიმის დროს ყველას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩნეული, ვინ სად უნდა მჯდარიყო. ერთი ახალგაზრდა მეომარი ყოველთვის იჯდა შესასვლელთან. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში ის იგერიებდა მოწინააღმდეგეს. აი ერთ-ერთი, რომელიც მახსოვს თურმე, ჭიქაშიო ბოლომდე არ დაასხავდა ღვინოსო და ზევით რასაც დატოვებდა იტყოდა, რომ მოიცა წავიკითხო, პატარა სასმისით სვამდა ღვინოს და ისიც თავისი წესი, არასდროს არ ავსებდა სასმის ბოლომდე და არასდროს არ ცლიდა. იტყოდნენ, ჭიქის თავი უფალია, ხოლო დარჩენილზე ანგელოზები ფეხს იბანენო, ესე იგი მცირე ღვინოს იღებდა. ამრიგად ქართველი მეომარი არასდროს არ თვრებოდა. სიცხვილად ითვლებოდა თურმე აი თვალი ადამიანი და ფეხი რო არ ეოდა, ეს იყო დიდი სირცხვილი. იკრძალებოდა დილს სიტყვაობა, აი ლანძღვა დინება. წარმოიდგინეთ, დავით აღმაშენებელი ისეთი სულიერი და სპეტაკი კაცი იყო, რომ თავის ჯარში დილწის სიტყვების ხმარება აკრძალა და თუ ვინმეს წამოწდებოდა, თუნდაც ომის დროს, თურმე ასე სჯიდა. ჯერ ერთხელ გააფრთხილებდა, თუ კიდე გაიმეორებდა, ქალის კაბაში ჩააცმევდნენ, ეს იყო სასჯელი და ჯარის წინ გამოიყვანდნენ და სამარცხვინოთ ასე გაანთავისუფლებდნენ ჯარიდანო და მას დაბრუნება უკვე აღარ შეეძლო. აი წარმოიდგინეთ, ომები იყო და ომებშიც კი როგორი ზნეობა იყო, ისეთი წმინდა მეფე იყო დავით აღმაშენებელი. აი ესეთი სასწაული. ფეხმარდესაც უსმენდნენ, არა ლექსომასწავლებლო და ქალის ტუჩსაც გაუკეთებდნენ და იმის შემდეგ ის მეომრად აღარ გამოდგებოდა, აღარავინ მიიღებდა ასე. დიდება უფას. ფარსმან ქველს ყავდა სპეციალური დანიშნულების რაზმი თურმე გივი მასწავლებელო, ისინი მთაში ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდნენ, როგორც ბერები. არ შვილი ყავდათ, არ ცოლი და მათი დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, ომში დაღუპულად ითვლებოდა. ისინი ყველა ომში არ მონაწილეობდნენ, როდესაც ფარსმანი ამათ დაუძახებდა, მხოლოდ მაშინ იკრიბებოდნენ და რას აკეთებდნენ, იცით ბრძოლის დროსო? ჭოკით ხტომა რომ არის სპორტი, აი ასეთი დრეკადი ბამბუკები ჰქონდათ, გაექანებოდნენ პირდაპირ ტრის ჯარის კაცებისკენ და იმ ჯოხებით, როგორც ჭოკი ხტომი სპორტსმენები, ისე ხტებოდნენ ტრის ჯარის შუაგულში. შავი ჩოხები ეცვათ და ორი ხმალი ეკიდათ. ჯერ თავზე რომ გადააფრინდებოდნენ, ჯარის წინ ხაზებს და შუაგულში ჩაუხტებოდნენ. ეს იწვევდა შოკს და მერე ორი ხმლით შუიდან რომ ტრის თიბვას იწყებდნენ, ეს 100,000-იან ჯარს ანგრევდაო. ასეთი რაზმიდან 100-დანვე 100-ვე თავს წირავდა სამშობლოს. ბრძოლას კი 100-დან 100-ვე შემთხვევაში ვიგებდით. დანაკარგების მერე რაზმი მუდამ ივსებოდაო. ანუ ხო ხვდებით, ესე იგი თავგანწირული მებრძოლები ყავდა. აი ახლა გაიხსენეთ დიდგორის ომი, გივი მასწავლებელო, რომ პირველად 200 კაცი გამოეყო
და ხელნაწეული წავიდა მტრის რაზმისკენ. ალბათ აი ესეთ ხალხზე იყო ლაპარაკი. მათ რა თქმა უნდა თავი შეწირული ჰქონდათ წინასწარ სამშობლოსთვის და აი ესე ხელნაწეულები წავიდნენ მათი ჩემო ძვირფასო. ხოდა მტერს ეგონა რომ დაგვნებდნენ და შემოატარეს. შუაშიო მივიდნენ ერთმა ბრძანა თურმე ბრძოლა და თურმე წელზე ასეთი ქართული იარაღი იყო რომ იხრებოდა ხმალი. ისე რომ წელზე ჰქონდათ მოჭერილი და გარედან არ ჩანდათ. ამ ხმლებს ამოიღებდნენ და დაიწყებდნენ ომს და ეს 200 მხარდამხარო იდგნენ, ძალიან დიდი ძალა ყოფილა. აი მტრის ჯარი, როცა მაშინ დიდგორის ომში 600,000 რაოდენობა ყავდა მტრის რაზმს, ანუ 500,000-ზე მეტი. ასეთი დიდი ლაშქარი საქართველოში არასდროს არ ყოფილა. მაგრამ აი ასეთი თავგანწირვით, აი ესეთი მოხერხებით და სწორედ სტრატეგიით და ლოცვით და ღმერთის დახმარებით დავით აღმაშენებელმა პირწმინდად გაიმარჯვა. ეს სოფლიოში ერთ-ერთ ესე იგი განსაკუთრებულ სტრატეგიულ ესე იგი ომად არის ცნობილი და ისწავლება უცხოეთის ისტორიებშიც კი მინდა გითხრათ ესეთი ვაჟკაცური ხასიათი ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, ესეთი სიმამაცე, ესეთი ზნეობა. ეხლა კი სამწუხაროდ იცით თქვენ რომ აღარც ისეთი სიმამაცე ამ წუთას აღარ შეგვჭა, მოუმატა ქართველმა ბილსიტყვაობას და სამწუხაროდ ეკლესიაშიც ბევრი აღარ დადის. ამიტომ ჩვენ როცა ზნეობას დავიბრუნებთ, ის სიმამაცეს დავიბრუნდება. და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ის ძველი ქართული ზნენი სამამაცონი და კიდევ ერთი გამახსენდა ახლა ფილმი თესვები არის. ხო და ბაბუას დის ქართულად უცხოეთში დაბადებულ შვილიშვილს. უნდა რომ ქართულად გაზარდოს. ხო და ახლა ეუბნება რომ ბაბუაო, კაცი თუ გაგაბრაზებსო შეიძლება ხელის კიხრაო და დაარტყაო. მაგრამო ქავს ხომ ვერ კადრებ მაგას ბაბუაო. ახლა შეიძლება გოგომ გაგაბრაზოსო, მაგრამ გაიგეილია, გოგოს ხომ არ დაარტყავ ხელსო. ხო და ეს ბიჭი ეუბნება, რეიზა ბაბუაო, რატო ვერ დავარტყამო რა? მაგას თუ ვერ ხვდებიო, რომ გოგოს არ შეიძლებაო რომ ხელი შეუბრუნო, შენგან ქართველი არ დადგება ბაბუაო. აი როგორი ზნე იყო, ესე იგი ქალმა როგორც კიდე გაგაბრაზოს, გინდა პატარა ასაკში იყო, გინდა კლასელი იყოს, გინდა რაღაცა, ქალს ხელი არ უნდა შეუბრუნო, იმიტომ რომ ვაჟკაცისთვის ეს სირცხვილია, უნდა მოუთმინო. ესეც უნდა ვისწავლოთ ჩვენ აუცილებლად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმ სიტყვისა და წესის ახსნისათვის, რომ ბრძანეთ, რომ ქართველი აუცილებლად მართალი უნდა ყოფილიყო, რომ ებრძოლა და ღრმად უნდა დარწმუნებულიყო, რომ იბრძოდა სამშობლოსათვის, წესიერებისათვის, სიმართლისათვის. ძალიან დიდი მადლობა ეს რო თქვით და ეგ დიდი ძალა იყო ქართველისთვის, ცხადია. ეხლა მეორე, ვაზი იყო და ღვინო იყო პირველი ნაწილი თქვენი საუბრისა და ქართველი კაცი რომ მიდიოდა ომში, ლექსომასწავლებელო, აი აქ ზურგში კეფასთან ჩაკერებული ქონდა ვაზის რტო, კალამი, ხო გამიგეთ რა? და ღმერთმა ნუქნას თუ დაიღუპებოდა და დაეცემოდა, ცხადია სადაც დაეცემოდა, აი როგორც 9 ძმა ხერხეული ძეები არიან დაცემულები ერთ დიდ ტერიტორიაზე, ზოგი იქა მოგეხსენებათ, იქვე მიწას მიაყრიდნენ, სად იყო იმისი საშუალება, რომ ყველასთვის სამარე გაეთხარათ. ხო ეგრე იყო ლექსომასწავლებელო. და მერე თუ ნახავდა 1-2 წლის მერე, 3 წლის მერე იქ მისული ქართველი ადამიანი, რომ იყო ახალნერგი, ახალი ყლორტი ვაზისა ამოსული, ეგ იმას ნიშნავდა იქ, რომ ქართველი ვაჟკაცი იყო დაცემული და შეიძლებოდა მისი შესაბამისად ან გადმოსვენება და ასე შემდეგ. ვაზი არ კვდება. ყველაფერი კვდება, აი გინდა ნებისმიერი ხეხილი, გინდა ნებისმიერი ხე და ვაზი არ კვდება. წეღან რო ვახსენე ოპიზაში, რომ ალბათ იმ ურჯულუებმა 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ გადაჭრეს ის გრანდიოზული ვაზი და მაინც ამოყრილი ქონდა ხან გვერდზე და ხან კუთხეში აი ამ ვაზს. აი ესეთი საოცარი
ანუ ვაზი ეხმარებოდა რწმენაში და იმედში, რომ არ დაიკარგებოდა ბოლომდე ადამიანი ქართველ მეომარს. თქვენ გენაცვალეთ ლექსომასწავლებელო და ძვირფასო მოსწავლეებო. თუ ვერ გავაზიარეთ ეს ქვევში ღვინის დაყენება, თითოეულ მონაწილეს შეუძლია გახსნას სურათი და ნახოს იქ რა პროცესები ხდება და აი ესე შეუძლია ყველას ჩემო პატარა მეგობრებო დაასვარიოს. კი, ჩავყარე იმაში. მესენჯერში, აი თვითონ იმაში ჩავყარე. ჩატში. ხო. აი ამ ჩარტის ჩატში. კი. ერთი სახალისო ამბავი მინდა მეც მოგიყვეთ. მოკლედ ასეთი ამბავია რომ ტერმა გაანადგურაო ქართველი ლაშქარი და ერთი კაცი ახლა სადღაც მიწაში ჩაიმალა რომ გადარჩეს რა. ხო და ხოხით გამოვიდაო. ხოხით გივი მასწავლებელო და თურმე ქვევრის პირს არ მიადგა სადღაც რა. ეტყობა შაჰაბაზის ეპოქაა და ქართკახეთს რომ აწიოკებდა. ხო და ჯერ ვერ ტოკდება, იმიტომ რომ ვერავის ვერ ხედავს გარშემო. მერე როდემდე იქნებოდა და მზე რომ ამოვიდა დილით და რაღაცა კაცი გამოწია და ბიჭო ქვევრი გადახსნა, მოხსნა და ღვინო არ არის, ახსნია ღვინო, ვენახებში ხო იცოდნენ ხოლმე ჩააგდებდნენ. ხო და თან წყურვალი მშიერი აბა დალია, ერთი ჭიქა, ერთი ჯამი. მერე მეორე დალია, მერე იქ რაღაცა ცოტა ფხალი ნახა, პანტა, ვაშლი რაღაცა მოაყოლა და 1-3-4 ჭიქა რო დალია გასწორდა მხრებში რა, ხო ხუთ მოდიოდა. არ ეშინია რა. გამოხედა და იქ ვიღაცამ არ წამოყო კიდევ ვენახში თავი. მოდი აქაო, მოდი რა სიმალებიო, მოდი ისეთი რამე ვიციო მეორო, ყველაფერი კარგად იქნებო. მოხოხდა ახლა მეორე. გაუსვა ახლა იმას დაალევინა და ცოტა ხანში ბიჭო პატარა რაზმი არ მოგროვდა, იქიდან აქედან ეს გაქცეული კახელები შეგროვდნენ, დაალიეს კარგად. და აბა ისიშულეს ხმლებიო და ერთი სად არიან ახლა დაგვიხდნენ თუ ვალკაცები არიან და დაერივნენ ტერსო და მერე სხვები შეუერთდნენ და ასე თქვათ გამარჯვებით დასრულდა ეს ომი. აი როგორ გშველის და როგორ მრავალჯერ უშველია ქართულ ღვინოს ქართველი კაცისთვის. ეს ჩვენთვის არის ილია ჭავჭავაძეც როგორც ამბობს, რომ დაღლილზეო 3 ჭიქა სუფთა ღვინო თლიან დაღლილობას ხსნიისო და ღვინო ახარებს გულსა კაცისასო, ფსალმუში კიდე ვიწერია. ეგრე რომ ზომიერად მიღება ეს ჩვენთვის ესე იგი ნამდვილად ნებადართულია და ჩვენთვის აუცილებელია ქართველი კაცისთვის. ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი, მხედრობით აღზრდილნი და მარადის ჭირვეულ საცხოვრებასა ჩვეულნი. ხრიდოლი. ხრიდოლი ისევე როგორც ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისაგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის მხედრული ოსტატობის აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ხრიდოლი ძველად გამოიყენებოდა დუელის ერთ-ერთი წესის სახელწოდებად. როცა გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში თითქოს ასახულია საქართველოს მთელი ისტორია, რადგან ათასწლეულების განმავლობაში მუდმივად გვიწევდა რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლა. 1997 წელს ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის აღდგენისას ხრიდოლი გამოყენებულ იქნა ქართული საბრძოლო ხუჭიდის კრების სახელწოდებად. ესენია ჭიდაობა, რკენა, ფარიკაობა, კრივი და მშვილდოსნობა. ძალიან შორს საუკუნეთა სიღრმეებში აღწევს ამ ორთა ბრძოლის ფესვები. ეს ფესვები იყო საყრდენი ქართული სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხრიდოლის საბრძოლო სისტემას გააჩნია მხედრული კოდექსი, სამამაცო ზნე, რომელიც უძველესი ტრადიციით 365 კაცის კაცობის წესს ითვლის. მის უპირველეს კანონს წარმოადგენს ღვთისდიდება.
მეორე წესი მხედარს ავალებდა ნებისმიერი განსაცდელის დროს მშვიდად ებრძოლა. მესამე წესით მას მეტოქის მტრის სიცოცხლის გაფრთხილება ევალებოდა. ნამდვილ მხედარს უფლება ჰქონდა გაეფუჭებინა მტერი და მოშუღლე, მაგრამ უნდა დაენდო და არ მოეკლა. შემდეგი წესების თანახმად ვენახში ან სახნავში მყოფ ქართველს არ ჰქონდა დაღლის უფლება, არ უნდა დაქანცულიყო, რადგან ხშირად გატანილი კვალის ბოლოს მტერი ელოდა. გზად მიმავალი ქართველი მარჯვენა ხელში არ დაიჭერდა ტვირთს. საომრად უნდა ყოფილიყო მარჯვენა დასვენებული. სკამზე მჯდომ მამაკაცს ფეხის ფეხზე გადადების ან უკან გადაწოლის უფლება არ ჰქონდა, რადგან წამის მეათეც ჰქონდა მნიშვნელობა. ძილის წინ ყველა მამაკაცი 2 წყვილ ქალამანს და 3 დღის საგზელს ჩაალაგებდა. შუაღამისას ქუდზე კაცად დაძახებისას დრო რომ არ დაეკარგა სამზადისში. ქართველთა მხედრული კოდექსი ვაჟს უკრძალავდა ეთქვა მეშინია, ტკივა, დავიღალე, ვერ შეძლებდა ასე შემდეგ. აღზრდა იწყებოდა 5 წლის ასაკიდან და 2 ძირითადი ეტაპისაგან შედგებოდა. 5-დან 12 წლამდე და 12-დან 15 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ვაჟს უნდა შეესწავლა ყველა მხედრული ზნე. პირველ ეტაპზე პატარა ქართველი ხის საჩვევი იარაღით იწვრთნებოდა. 12 წლისას უკვე ხანჯალს დაჰკიდებდნენ და ამით ის მამულისა და ოჯახის მცველის წოდებას იღებდა. მას უკვე შეეძლო სოფელზე ან ქალაქზე თავდასხმის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო მტრის მოგერიებაში, მაგრამ სალაშქროდ ჯერ კიდევ ვერ წავიდოდა. 12 წლიდან ნამდვილი იარაღით ბრძოლას აჩვევდნენ და 3 წლიანი თრთნის გავლის შემდეგ 14-15 წლის ასაკში უკვე დავაშკაცებულს მამისეულ ხმალს დაჰკიდებდნენ. ნიშნად იმისა, რომ ჩამოყალიბებული მებრძოლი იყო. მას უკვე ეკუთვნოდა სალაშქროდ წასვლა. მხედრული აღზრდის და თავდაცვის ასეთი სისტემის წყალობით ქართულმა სახელმწიფომ 1000 წლეულებს გაუძლო და ვერც ერთმა იმპერიამ ვერც ერთ ეპოქაში ვერ შეძლო საქართველოს სრულად დაპყრობა. სწორედ ასეთი მეომრული ღონისძიებების, სამამაცო ზნის და მედგარისულის წყალობით ქართველებს ხშირად სასწაულები მოუხდენიათ ბრძოლის ველზე. მთავარი იყო რწმენა. რწმენა იმისა, რომ არავინ არის ქვეყანაზე სიმართლისთვის მებრძოლის დამმარცხებელი და რომ მამულისათვის სიკვდილი ბედნიერება და არა არსებობის დასასრული. Sapatgalsel damtiules, tanabarები მეფისა გაუტეხარნო მთიულნო, შვილნოვი თარცა მეხისა გაუტეხარნო მთიულნო, შვილნოვი თარცა მეხისა ადამი გუგეს ქალაქი ვესტეღა დაბრიღონესა ურჯულნო თარეში წყებენ გულები და ღონესა ურჯულნო თარეში წყებენ გულები და ღონესა ამაისინეს ფიუდა ერეკლეს დანაბარები ჩაიწეს ჩაჭვის პერანგი აკრიფეს შუბი ფარები ჩაიწეს ჩაჭვის პერანგი აკრიფეს შუბი ფარები რომისის კართან შაგროვდნენ შესთხოვენ ხატებს შველასა დაგოლოცავდი დოლომისა და შაგლეძიე ყველასა დაგოლოცავდი დოლომისა და შაგლეძიე ყველასა იცდებენ ხატის წინაშე არავინ გადგაშორადა ვინც გასტეხთან ფიც ვაშკაცმო დედამ შაირდო სოლადა ვინც გასტეხთან ფიც ვაშკაცმო დედამ შაირდო სოლადა სამასი მილი ვაშკაცი არავის ჩალეს დაუმა იდიას მათასაშველად სამისის ცებზე დაუმა იდიას მათასაშველად სამისის ცებზე დაუმა ხევში ნისლს ჩაზინებია თოლემენ ბებერი კლდეები თითქოს მშვიდობა ეწყინათ დათვალეს მისი დღეები მტერს თვალში ბინდი გაჰყრია გული იკუდომას უგრძნობსო თიელნი თებზე დაქრიან უშიშნივი თორცუხორცო წესი აქვს თაში აღზრდასაც ომისთვის უნდა იცოცხლო
ძალხენად არ დაგსვას, არ უნდა შადრკე. დაგწო. ასე გეტყვია ყოველი თილთა სიბრძნის პაპითა, არწიმნო, გლიჯეთ წერები, სიმძიმი, სიმართლი, ძალითა. ფაროსანო ვაჟებო, შავი ქართული ამეიფარეთ, ასენი მოვიდნენ ცალსიდან. აბჯარს არ ირგებს ხიელი, აბჯარი ვაჟის გულია, ტერს შააკავებს მყალავგელი, სიკვდილით საამურია. თიელთა მტერი შეისრეს, ეთსი დაიცვეს მამათა, მათი პირობა ცისუწევს. დღემაც ლამაზად ინათა. სად მიყავ მოხუცი მეფე, ნუ თუ დავკარგე ღონია, თიულნი ჩამა მივიდნენ, ახლა იწყება ომია. მათ გვერდით თუ არ ვიბრძოლებ, ეგრე ვის გაუგონია. ცხენი მოვარდა ხადაში, შუბით ფერდშია დაჭრილი, სისხლი აქ მოსართავებზე, უნაგი აჭრილი ჩაჭრილი. სამასი ვაჟის დედაი, სამაშვილსელის კარადა, სამასი ვაჟი სამშობლოს შემამტრევი ყოფარადა. სამასი ვაჟი სამშობლოს შემამტრევი ყოფარადა. Zesloparwi okedobas, silebi cikladioda, ichuter zashas triuli, ursis liča mazlioda. Adashiglovi sarida reke sima se bodne šavadne debi šavrudas kapten zemlisa denak kudama Hristam ti utke debi šavrudas kapten zemlisa denak kudama Hristam ti utke debi Anisi svacem ti ulec, šacinebi kolomesa, mati gviruli surati, tifte sazdala monesa, mati sahelis titema, ahaz mezdala monesa. Ati sahelis titema